საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს ზვია ძიძიგური უხელმძღვანელებს დღეს პარლამენტში ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ ისაუბრეს. ზვია ძიძიგურის განცხადებით, ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პარლამენტს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები 1 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს. შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრებოდა. 1 თებერვალი არის პატარა ვადა, მაგრამ არც თქვა პატარა, თუ ერთ თვეში ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, მაშინ ერთ წელიწადშიც ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩვენ ინტენსიური მუშაობის რეჟიმზე გადავდივართ და ვფიქრობ, რომ პარლამენტს წარმოუდგენთ იმ ვარიანტს, რომელზეც შეჯერებას მოვახერხებთ. ესეთი ვადა არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და ჩვენ ამ ვადაში უნდა ჩავეჭროთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ შენიშვნების გააზიარებული იქნება ინტერფრაქციული ჯგუფის და იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, მე ეს უკვე გატანილი იქნება პარლამენტის ფორმაზე და ასევე პარლამენტიც მას მხარს დაუჭერს. მინდა ერთმნიშვნელოვნად გამოვთქვა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგა ინტერფრაქციული თუ ინტერპარტიული ფორმატის საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით. ისიც ძალიან კარგია, რომ მაღალ ტემპში იმუშავებს, იმიტომ რომ არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი და დროზეა, თუ რამეზე შევთანხმდებით და თუ რამე შევცვლით, დროზეა განსახორციელებელი. ალბათ ყველაფერი უნდა დავიწყოთ საარჩევნო სისტემით, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლით და წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხებით.